სალამი მეგობრებო, მოკლედ სხვისი აზრის მნიშვნელობასთან დაკავშირებით დამაინტერესა რაღაცეებმა და მოვიწიე და ყველაზე მთავარი აღმოჩნდა რა, აი რატომ არის ხო სხვისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხოლმე. საერთოდ შეიძლება არც ისეთი ახლობელი იყოს ადამიანი, ხო? ან ადამიანების ჯგუფი და მათ აზრს ვითვალისწინებდეთ ჩვენ თვითონაც არ ვიცოდეთ ისე. ხო და არ ვიცოდეთ ამის მიზეზი. სინამდვილეში მიზეზი არის ასეთი, თავარი მიზეზი. არის ასეთი ეს არის ინსტინქტი ფაქტიურად, იმიტომ რომ საათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ სულ ადრე, ძალიან ადრე ტომებად, ხო? და თუ კი ადამიანი რაღაცა ტომის წინააღმდეგ წავიდოდა, მას აძევებდნენ, ეს უდრიდა თავთვის სიკვდილს, თუ კი გააძევებდნენ ტომიდან, თემიდან და ასე შემდეგ. მერეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა ეს ტრადიცია და ადამიანისთვის იქცა, ასე ვთქვათ, გადარჩენის სტრატეგიად, ერთგვარ სტრატეგიად ის, რომ გაითვალისწინებინა ტომის, თემის თუ საზოგადოების აზრი, რომელშიც ცხოვრობდა, იმიტომ რომ ეს გაძევება, უარყოფა ადამიანისთვის იყო ფაქტობრივად სიკვდილის ტოლფასი, ხო? და ეს შესაბამისად ეს უკვე ფაქტობრივად გამოდის, რომ გენეტიკური კოდის დონეზე გვაქვს ეს მეხსიერება და შესაბამისად ყველაზე მთავარი რის გამოც ჩვენ ვითვალისწინებთ ხოლმე საზოგადოების აზრს, ვითვალისწინებთ ხოლმე ხალხის აზრს და ეს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის სწორედ ეს. და ანუ ჩვენ იმის თქმა მინდა, რომ ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული არაფერი გვემართება, რაც მოკლედ სხვას არ შეიძლება დაემართოს. ანუ ყველა ადამიანს აქვს ეს, უბრალოდ ზოგს მეტად აქვს გამოხატული, ზოგს ნაკლებად და შესაბამისად მთავარი მიზეზი არის ეს, რის გამოც ჩვენ ასეთ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე ადამიანების აზრს ჩვენს შესახებ, ჩვენი ცხოვრების შესახებ და ასე შემდეგ. ხო და ვინაიდან აღარ ვცხოვრობთ მასეთ საზოგადოებებში, შეგვიძლია, რა თქმა უნდა, სოციალური არსებები ვართ და რაღაცეებში მოგვიწევს, თქვათ, გათვალისწინება ერთმანეთის აზრის, თუმცა ის, რომ რაღაცა რადიკალურად ასე ვთქვათ, უარი ვთქვათ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს სურვილებზე, მისწრაფებებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გითხრა, რომ, რა ვიცი, მას ასე არ მიაჩნია სწორად, ან საზოგადოება ამბობს, რომ ეს არასწორია, მოკლედ შეგვიძლია, რომ უფრო მეტად თამამები ვიყოთ ამ მიმართულებით.